როგორ შევხვდეთ ახალ წელს? ახალი წლის მანიფესტაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ნაწილი მეორე. დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მანიფესტაცია უნდა მიმართონ კოსმოსისკენ ახალი წლის პირველ კვირას კუროებმა, ქალწულებმა, თხისქებმა, კირჩხიბებმა, მორიელებმა და თევზებმა, რომ მათი აზრები და ქმედებები კოსმოსთან ჰარმონიაში იყოს. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. მაშ ასე, დავიწყოთ კუროთი. კუროებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით უნდა წარმოთქვათ ფრაზა: მე სასიამოვნო ვარ, მე მეხმარებიან. მე სასიამოვნო ვარ, მე მეხმარებიან. როდესაც ამ ფრაზას წარმოთქვამთ, უნდა იაზრებდეთ, რასაც ამბობთ, ასევე უნდა განიცდეთ ემოციას და შეიგრძნოთ თქვენი სხეულის მოძრაობა. ესე იგი, გონება, ემოცია და სხეული სამივე ჩართული უნდა იყოს ფრაზის წარმოთქმისას. ისე აზრი არ აქვს. ფრაზა: მე სასიამოვნო ვარ, მე მეხმარებიან. მე სასიამოვნო ვარ, მე მეხმარებიან. კუროებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით. გადავიდეთ ქალწულებზე. ქალწულებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით უნდა წარმოთქვათ ფრაზა: ჩემთან თავს კარგად გრძნობენ, მე ემპათიური ვარ. ჩემთან თავს კარგად გრძნობენ, მე ემპათიური ვარ. როდესაც ამ ფრაზას წარმოთქვამთ, უნდა იაზრებდეთ, რასაც ამბობთ, ასევე უნდა განიცდეთ ემოციას და შეიგრძნოთ თქვენი სხეულის მოძრაობა. ესე იგი, გონება, ემოცია და სხეული სამივე ჩართული უნდა იყოს ფრაზის წარმოთქმისას. ისე აზრი არ აქვს. ფრაზა: ჩემთან თავს კარგად გრძნობენ, მე ემპათიური ვარ. ჩემთან თავს კარგად გრძნობენ, მე ემპათიური ვარ. ქალწულებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით. გადავიდეთ თხის რქებზე. თხისქებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით უნდა წარმოთქვათ ფრაზა: ჩემი ესმით ჩემს ინტერესებს ითვალისწინებენ. ჩემი ესმით ჩემს ინტერესებს ითვალისწინებენ. როდესაც ამ ფრაზას წარმოთქვამთ, უნდა იაზრებდეთ, რასაც ამბობთ, ასევე უნდა განიცდეთ ემოციას და შეიგრძნოთ თქვენი სხეულის მოძრაობა. ესე იგი, გონება, ემოცია და სხეული სამივე ჩართული უნდა იყოს ფრაზის წარმოთქმისას. ისე აზრი არ აქვს. ფრაზა: ჩემი ესმით ჩემს ინტერესებს ითვალისწინებენ. ჩემი ესმით ჩემს ინტერესებს ითვალისწინებენ. თხისქებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით. გადავიდეთ კირჩხიბებზე. კირჩხიბებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით უნდა წარმოთქვათ ფრაზა: მე ვარ, მე შემიძლია, მე ვარ, მე შემიძლია. როდესაც ამ ფრაზას წარმოთქვამთ, უნდა იაზრებდეთ, რასაც ამბობთ, ასევე უნდა განიცდეთ ემოციას და შეიგრძნოთ თქვენი სხეულის მოძრაობა. ესე იგი, გონება, ემოცია და სხეული სამივე ჩართული უნდა იყოს ფრაზის წარმოთქმისას. ისე აზრი არ აქვს. ფრაზა: მე ვარ, მე შემიძლია, მე ვარ, მე შემიძლია. კირჩხიბებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით. გადავიდეთ მორიელზე. მორიელებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით უნდა წარმოთქვათ ფრაზა: მე მცნობენ, მე მაღიარებენ, მე მცნობენ, მე მაღიარებენ. როდესაც ამ ფრაზას წარმოთქვამთ, უნდა იაზრებდეთ, რასაც ამბობთ, ასევე უნდა განიცდეთ ემოციას და შეიგრძნოთ თქვენი სხეულის მოძრაობა. ესე იგი, გონება, ემოცია და სხეული სამივე ჩართული უნდა იყოს ფრაზის წარმოთქმისას. ისე აზრი არ აქვს. ფრაზა: მე მცნობენ, მე მაღიარებენ, მე მცნობენ, მე მაღიარებენ. მორიელებმა ახალი წლის პირველ კვირას დღეში რამდენიმეჯერ მთელი არსებით. და ბოლოს თევზები. თევზებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით უნდა წარმოთქვათ ფრაზა: მე შემდგარი ვარ, მე წარმატებული ვარ. მე შემდგარი ვარ, მე წარმატებული ვარ. როდესაც ამ ფრაზას წარმოთქვამთ, უნდა იაზრებდეთ, რასაც ამბობთ, ასევე უნდა განიცდეთ ემოციას და შეიგრძნოთ თქვენი სხეულის მოძრაობა. ესე იგი, გონება, ემოცია და სხეული სამივე ჩართული უნდა იყოს ფრაზის წარმოთქმისას. ისე აზრი არ აქვს. ფრაზა: მე შემდგარი ვარ, მე წარმატებული ვარ. მე შემდგარი ვარ, მე წარმატებული ვარ. თევზებმა ახალი წლის პირველ კვირას რამდენიმეჯერ მთელი არსებით. იღბლიან წელს გისურვებთ.